საღამოშვიდობისა პაიცემლო ტელემაყურებლებო დღეს კვირა დღე არის და გადავწყვიტე რომ ცოტა ისეთი ეთერი ვქონოდა ცოტა გამტვირთვის გუშინ 7 ნოემბერი იყო და მინდოდა რომ დათო მოსულიყო მაგრაძე რომ გველაპარაკა საერთოდ იმ პრობლემებზე რა პრობლემის წინაშე ვდგავართ და ცოტა სხვანაირად დაგვენახა ეს ყველაფერი, სხვა მხრიდან შეგვეხედა ამ პრობლემებისთვის და მართლა ჩასაფრებულის პოზიციიდან კი არ გველაპარაკა და უშუალოდ რა როგორ და რანაირად შეიძლება რომ განვითარდეს ქვეყანაში ჩვენ ქვეყანაში მოვლენები. არამედ მართლა რა გამოგვიყვანს ამ კოშმარული ჩიხიდან თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში რომ ყველა ჩიხიდან არის გამოსასვლელი უბრალოდ თავარია ჩვენ მოვინდომოთ ეს და მე მგონი დღევანდელი სიტუაცია საქართველოში დღეს ხათაშორის მომინახულა ერთმა მსახიობმა კაცმა ჰოლივუდის მსახიობმა კაცმა სერბმა რომელმაც თავისი დისკიც მაჩუქა მომღერალიც არის თან და ესე ვთქვათ კეთი დოლიძემ მომიყვანა და ვილაპარაკეთ ძალიან ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ ნუ თავიანთ ქვეყანაში ესე იგი როგორც სარკე როგორც აი ასლი ისე დახედაო სიტუაციაში რაც მიმდინარეობსო ეხლა თქვენ ქვეყანაშიო იგივესო რაც მოხდა ჩვენთანო ქვეყანაშიო და თავისი ქვეყნიდან პრინციპში ეს ადამიანი დიდი ხანია წასულია ლონდონში ცხოვრობდა ეხლა ლოს-ანჯელესში ცხოვრობს კალიფორნიაში და ძალიან პატრიოტია და შეყვარებული თავის ქვეყანაში და აქ არის ჩამოსული ზუსტად კინოში იმ კინოში ცნობილ კინოში ენდი გარსია სადაც თამაშობს ერთ-ერთ როლს თამაშობს რუსი გენერლისას და ზუსტად რომ გაიგო ეს ყველაფერი თუ მართლა რა ხდება საქართველოში და რა სიტუაციაა და როგორ შეიძლება ეს კინოსურათი ნუ როცა გამოვა 1 წლის მერე იქნება თუ წლინახევრის მერე შეიძლება დასაცინად არ ეყოს ქართულ საზოგადოებას პრინციპში რაღაც კითხვებითაც მიმართა რეჟისორს რომ სერიოზულ ჩიხში შეიძლება აღმოჩნდეთო და მე უნდა გითხრაო ჩემი სათქმელიო რაც არისო რაც დავინახეო და საერთოდ როგორ უყურებ შენ ამას საქმე ის არის რომ დღეს ისეთი კრიზისია ამერიკაში და თუნდაც ჰოლივუდში რომ ძალიან ჭირს ფილმების გადაღება აი ძალიან ჭირს ეს რეჟისორები ცნობილი რეჟისორები ვინც არიან თითქმის ყველანი ელოდებიან რაღაც სახსრები არ არის რომ დაიწყონ ის ჩაშვებული მუვი ესე ვთქვათ ფილმები რომელიც დიდი ხნის წინ აქვს ჩასვებული მაგრამ არ გამოჩნდა პროდიუსერების საშუალება ფული არ ჩანს და ესე იგი ძალიან იაფად და მუქთად როგორც თქვა შეიძლება ისეთი მაგარი რეჟისორების დაქირავება თუნდაც როგორც არის სტივენ სპილბერგი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმდენად კრიზისია დღეს იმაში კინო ბიზნესში ჰოლივუდში ანუ ამ სურათზე გაირკვა რომ უდიდეს ნაწილს ძალიან დიდ ნაწილს საქართველოს ხელისუფლება იხდის ანუ ჩვენი ბიუჯეტიდან იხდება ამ ფილმისთვის და ნუ ეხლა რაც იქნება და როგორც იქნება და როგორ შეიძლება ეხლა ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი არის თვითონ ის რეჟისორიო და რომ ველაპარაკიო ამ პრობლემებზეო ხო პრინციპში ოღონდ ცეცხლშუა აღმოჩნდაო ერთი ცეცხლი არის ის რომ დაუშვათ აღებული აქვს ფული და ეს ზაკაზი უნდა შეასრულოს მაგრამ მეორე არის ის რომ შეიძლება ფილმი არ იყოს გამოსული რომ საერთოდ სააკაშვილი აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აბსოლუტურად სხვაგვარად დატრიალდეს ისევ ამერიკაში ან გარსია გადადგეს. ხო, ან გარსია გადადგეს, ან აი ესეთი პრობლემები შეიძლება რომ იყოს. მოკლედ, აი ესეთი პრობლემების წინაშე ვდგევართ პატუცემულო საზოგადოებამ და დათოს ზუსტად იმიტომ მინდოდა დათოსთან დღეს რომ მოსულიყო ჩემთან სტუმრად რომ ძალიან ბევრი რაღაც აი გუშინ მე აგიკითხე დაუშვათ იგივე ეს ბენდუკიძის
ესე ვთქვათ, კახა ბენდუქიძის სტატია და ინტერვიუ, რომელიც მისცა Georgian Times და აბსოლუტურად სხვა რაღაცა ხდება ჩვენ ქვეყანაში და ჩვენ აბსოლუტურად სხვა რაღაცაზე ვლაპარაკობთ და ვსჯელობთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ეს მინდა კითხო პირველ რიგში და თუ შენ რო გაიგე ეს ჯერ ესეთი მინდა მოგილოცო ის შენი ორდენი რომელიც მოგწეს იტალიაში და მე ვიცი რომ ამის გარშემო ძალიან ბევრი მithქმა მოთქმა ატყდა საქართველოში ქართველებს როგორც გვჩვევია და რო გავიგე მე ეს თუ რა მithქმა მოთქმაზე იყო ლაპარაკი და სასაცილოდ არ მეყო დათოს მისცეს წმინდა გიორგის სახელობის ორდენი და ყოველგვარ ორდენზე ხო იცით საქართველოში აქვს ცუდი რეაქცია გონიათ რომ რაღაც მასონური ლოჟის ორდენი უნდა იყოს ეს და რაღაც ეჭვი გაჩნდა რომ აი დათოს რადგან მისცეს იტალიაში ორდენი ეს უნდა იყოს რაღაც აი ამასთან მსგავსი და რაღაცა მე მინდა გითხრათ რომ მსგავსი არაფერი არ არის ეს პირიქით ეს ორდენი არის ყველასთვის მთელი საქართველოსთვის ჩვენთვის და დათოსთვისაც პირველ რიგში უძვირფასესი და ძალიან ღირსეული რაღაცა და მე მთელი გული და სულით გულწრფელად ამ ყველაფერს. აი რას ფიქრობ ნატო შენ მაინტერესებს ამ ყველაფერზე რაც დაიწყო თუნდაც ჩვენი უწმინდესობის წინააღმდეგ რა კამპანიაც აგორდა დაუშვათ და რატო მაინდა-მაინც ეხლა კეთდება ეს და რატო მაინდა-მაინც ზუსტად იმ ერთი ადამიანის წინაშე რომელიც ყველაზე უფრო დაფასებულია ესე ვთქვათ ჩვენში ყველაზე უფრო კომპეტენტურია და ყველაზე უფრო რა ვიცი საყვარელია ქართულ ხალხში ანუ ეს არ არის ის რომ დავუშვათ ბენდუქიძის სტატიაში რადგან პატრიარქია ამიტომ უნდა გიყვარდეთ თუ არა ელემენტარულად საყვარელი ადამიანია და იმითო მეტი არაფერი რა ადამიანი რო შეხედავ ადამიანს ელემენტარულად მოგინდებათ ანუ საუბრობ მასთან ელემენტარულად სიყვარულს თესავს ეს ადამიანი და შესაბამისად გადმოდის სხვაზეც და იმითო ხდება ეს თორე არა იმიტომ რომ პატრიარქია მხოლოდ და მხოლოდ რა აი რა სიტყვის შენ ამასთან დაკავშირებით რატო გაჩნდა ეს ყბადაღებული თემა თია თუთოელიძის არ მინდა და ამ სახელის და გვარის ხსენება მაგრამ მაინც ვახსენე და შემდეგ უკვე მოეწყო და დაუშვათ ეხა ის კახა ბენდუქიძეც საკეთებს იგივე რაღაც აქცენტებს ამას. იცი მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დიდი მადლობა გია მოწვევისთვისაც, მოლოცვისთვისაც. ორ სიტყვას ვიტყვი თავიდან რომ მეტი აღარ შევეხო ამ თემას, იმიტომ რომ საკუთარ რაღაცაზე საუბარი უხერხული არის. უბრალოდ არის ის რომ ეს წმინდა გიორგის ორდენი, რომელიც აქ პატივი ბურბონებს რომელიც არის ევროპაში ერთ-ერთი უნიშნელოვანესი სამეფო დინასტია, მათ აქვს დღეს პატივი რომ გასცენ ეს ორდენი და გასცეს. და დაარსებული არის სხვადასხვა წარმონაქმნების გარეშე, როდიდან ახლა კონსტანტინე იმპერატორის დაარსებული ეს ორდენი. როდესაც კათოლიციზმთან მართლმადიდებლობაც კი არ იყო ჯერ გაყოფილი, აი ერთად რო ხო მაშინ არის ეს ორდენი დაარსებული. მასონობაზე ხო საერთოდ ლაპარაკზე ზედმეტია ხო? არის წმინდა გიორგის ორდენი, რომელსაც ახლავს რაინდის პირველი ხარისხის ტიტული. ეს არის ეს ორდენი და ამაზე მე მგონი უნდა ამოვწუროთ ეს თემა, იმიტომ რომ სასაცილოთაც არ ყოფნით ადამიანებს თუ რაღაცებთან, ახლა იმასთან დავიშვათ იგივე მასონებთან და კათოლიკებთან და ასე და კი არანაირ ყველა სარწმუნოებას თავისი მომხრეები ყავს და ყველა სარწმუნოებას თავისი მოწინააღმდეგეები ყავს, მაგრამ ეს ყოველ შემთხვევაში არის ძალიან ღირსეული რაღაცა, რაც დათოს მიენიჭა იტალიაში ეს წმინდა გიორგის სახელობის ორდენი. დიდი მადლობა გია და რაც შეეხება, რა ვიცი, აბა ბოლო დროს ჩვენ სინამდვილეში ჩვენ ცხოვრებაში ყოფაში შემოჭრილა ამ რაღაც არასასიამოვნო ტენდენციებს, რომელიც ნაკლებობასაც ვერ ვიტყვით და ძალიან მრავლად არის ესეთი ტენდენციები, რაც მოაქვს ხინჯი, უსიამოვნება, არევა, დარევა, წაკიდება, შუღლი, შური, ყველაფერი რაღაცა არა ჯანსაღის თესვა. ერთ-ერთი ნაწილი არის ეს, მე ერთს ვიტყოდი, რა ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რომ პირადად ჩემი აზრი ასეთი არის, რომ ერთი კაციც რომ ვიცოდე, რომელიც აი რაღაცა თავის მოგონილ ღმერთს წემს პატივს. მე ვალდებული ვარ, რომ იმის წვენას პატივი ვცე. ეს არის ალბათ ცივილური სამყაროს ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველი და პრინციპი. იმ ერთი ადამიანის დამოკიდებულებას, იმ ერთი ადამიანის განცდას, იმ ერთი ადამიანის გულწრფელობას მე ვანიჭებ დიდ პატივს.
მე რა თქმა უნდა შეიძლება იმისი წარმოდგენილი ღვთაება არ ვიწამო, მაგრამ იმის წმენას პატივსცემ. ერთი ადამიანისასაც კი და შენ როცა უპატივცემლობას აცხადებ მრავალ საუკუნოვანი შენი სამშობლოს ისტორიის, შენი კულტურის ისტორიის, შენი სულიერი თავგადასავლის უპატივცემლობა ეს. როდესაც ამ სარწმუნოების, ამ ჩვენი მამა-პაპის, ამდენი საუკუნოვან ნაშენებ ტახსა, ტაძარს, საყდარს, წიგნს, დაწერილს, პირჯვარს გადაწერილს, აი ეს თელ ამ ჩვენ ცხოვრებას მოსულს დღემდე და შეგიძლია რომ აი ესე რაღაცნაირად მოიხსენიო ამ ეკლესიის წინამძღოლი, რომელსაც მთელი შენი წარსული უკავშირდება ამ სარწმუნოებას და მახსარებლობას. ეს ელემენტარული უზრდელობაა, სხვა კი არაფერი. ელემენტარული უკულტურობაა, ელემენტარული უზრდელობაა. რო აღარ ჩაუღრმავდეთ იმ წიაღსვლებს, თქვათ, რაში იხარშება, რატო იხარშება ეს ყველაფერი, თუნდაც ეს იყოს 1, 2, 3 ადამიანის რაღაცა თავისი პოზიცია, ამ პოზიციას ქვია უზრდელობა. კი, გეთანხმები. თუმცა მაგას იძახის ახლა ვენდუქიძე, მე ესე მივხვდი ამ სტატიით, რომ კი, დაუშვათ მე უზრდელი ვარ, მაგრამ შენ რატომ სჯი მე ვინა ვარ? ან რატო დაუშვათ მე იქნებ გიჟი ვარ, ვაგინებ პატრიარქს, ვაგინებ იმას. მე ღმერთი გამსჯის დაუშვათ. შენ მე რატომ უნდა გამსაჯო? მე როგორც შემიძლია ისე მოვიქცევი, რასაც მინდა იმას ვიტყვი, როგორც შემიძლია ისე ვაგინებ დაუშვათ. მაგას იძახის ახლა ამ სტატიით და მე პრინციპში ახლა კი, რაც უნდა ის უთქვია და რაც უნდა დაუშვათ თავისინება თვითონ არის, მაგრამ ისიც არ შემიძლია თქვა, რომ უზდელი ხარ, თქო? არა, თვითონ თუ თქვათ, ეს ხალხი აძლევენ თავის თავს ამის უფლებას, რომ მრავალ საუკუნოვანი კი არა, საერთოდ ქართული სულიერების ისტორიის, აი რაც მოძდებს და ქართული კულტურა ახლა როგორც არ უნდა მიედმოედონ, ეგენი. არის ქრისტიანული კულტურა, ქსოვილი თვისებით არის ქრისტიანული კულტურა. მე არ მომავალ დოგმატური მაინდა-მაინც აღქმით. მე მომავალ ქსოვილი თავარი რაც არის, აი სიმძაფრით, ვნების სიმძაფრით, განცდით არის ქრისტიანული კულტურა. და ეს ყველაფერი ერთად არის. ეს ცალ-ცალკე არ არსებობს, ლექსი ცალკე, ნახატი ცალკე, ტაძარი ცალკე, პატრიარქი ცალკე და ესე არ არის. ერთი ჰარმონია არის, რომელიც აი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა და შექმნა ამ ჩვენმა წინაპარმა და მოიტანა დღემდე. შენ როცა შენ თავს ნებას აძლევ, რომ აი ამდენ მორწმუნე ადამიანს, რომელსაც თავისთავად მეაჩნია, იმ შეიძლება ეკლესიურიც არ იყოს ესეთ ყოველდღიური გაგებით, მაგრამ მოწიწებულია, მოკრძალებულია თავისი წინაპრის სარწმუნოებისადმი დღევანდელი თავისი ემოციით დაკავშირებული არის ტაძართან, ეკლესიასთან. შენ ამ ხალხის შეურაცხყოფა განგიზრახავს, ხო? ამ ხალხის რწმენის, ამ ხალხის დამოკიდებულების, იმ ფაქიზი განცდის, რომელიც აკავშირებს ამ ადამიანების სულიერებას ეკლესიის წინამძღოლთან. ამას ისე ხელაღებით, ისე უხეშად, ისე უზრდელად ეპყრობი და იმის უფლებასაც აღარ უტოვებ იმას, რომ შენ უზრდელი გიწოდო. შენ უზრდელი ხარ, რა თქმა უნდა, პირიქვისკენ მიქნია. უზრდელი ხარ, როცა ამდენი ხალხის სარწმუნოებას, ამდენი ხალხის აღსარებლობას უპატივცემულოდ ეკიდები. იმ დროს, როდესაც მე ვამბობ, რომ ის ერთი ადამიანიც კი, რომელიც თავის მოგონილ ღვთაებასაც კი პატივცემს, იმ ვალდებულებას მიმაჩნია ვალდებულებად ყველა ნორმალური კულტურული ადამიანის, რომ იმის ერთი ადამიანის დამოკიდებულებასაც პატივისცემს. თუმცა დიდი მადლობა ამ თემას რომ შეეხება ერთი ადამიანის ღვთაებას რომ შეეხე, ზუსტად აი ხა თუ იციან და ძალიან ხშირად ახსენებენ დავით აღმაშენებელს და ჩვენს მეფეებს, ესე ვთქვათ, ეს იყო საქართველოში ყველაზე უფრო უმნიშვნელოვანესი, რომ სხვის რელიგიას, სხვის აღსარებლობას პატივს მივაგებდით. არც მუსულმანობა, არც იუდეველობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ყველა ეკლესია აი 20 მეტრის დაშორებით იყო თბილისში და ეს იყო ჩვენი ძირითადი მონაპოვარიც ეს იყო რა. არ იყო იქ რაღაცა რომ დაუშვათ არასოდეს ჩვენ მეფეებს არ ქონიათ მცდელობა რომ დაუშვათ ძალით იმაზე რაღაცი წამებით და უბედურებით ერთი ადამიანი გადმოეყვანათ სხვა სარწმუნოებაზე ან ჩვენ სარწმუნოებაზე. ეს იყო თვითონ ქრისტეს მიერ დამკვიდრებული სულიერი მდგომარეობა. რომ ასწავლიდა მოციქულებს რას ეუბნება, წადით და უქადაგეთ, ხო? სადაც არ მეგიღონ ხამლი დაიფერთხეთ, ანუ მტვერი დაიფერთხეთ და მობრუნდით. და ამას მისდევდა
ჩვენი კულტურის ისტორია ამით არის გაჟღენთილი, რომ არავის არ აძალებდა სოფლს. ის ცდილობდა რომ დაერწმუნებინა თავისი აღსარებლობის სიმართლეში და სისწორეში, მაგრამ თუ ვინიცობა ადამიანი ესე პრინციპულად იყოს სხვა იმისკენ გადართული, იმის დამოკიდებულებას პატივს მიაგებდა. და ეს იყო თანაცხოვრების კულტურა. რამაც აი ესეთი მშვენიერი და საამაყო ტოლერანტული გარემო შექმნა, რომელიც შუა საუკუნეებშიც კი ჰქონდათ საქართველოში და 21 საუკუნეში ესენი რას ვის მაგონებიან? ერთი ხალხური ნათქვამია რა. გლახა ხატ შეეჩვია და ფიჩხი ესროლაო. აი ესეთი მორალის, აი ესეთი კულტურის, ესეთი სულიერი განვითარების ხალხთან გვაქვს საქმე ამ შემთხვევაში და მე გუშინ თქვი და დღეს კიდე გავიმეორებ. გიორგი მერჩულეს განსაზღვრება არის საქართველოს. რა არის საქართველოს, საიდან სადამდეა საქართველო და აი მე ვფიქრობ მართლა გენიალური განსაზღვრება არის რომ ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების რომელსაც შინა ქართულით ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების ეს არის საქართველო განსაზღვრება საქართველოს კი საიდან ძალიან შორს არის ადამიანი და რატომ მოხდა ეს პრინციპში ჩვენ ქვეყანაში და რატო ხდება ისე რომ ესეთი ადამიანები მოექცნენ ქვეყნის სათავეში აი ამას ვერ ხვდები რა ეს რეალობაა მოექცნენ ეს უბედური შემთხვევაა რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში მოხდა ჩვენ გენერაციაზე და მადლობა ღმერთს ჩვენი შვილების და შვილთა შვილების გენერაციაზე არ მოხდა ჩვენი გადასახდელი იყოს ჩვენი საბრძოლო იყოს ეხლა მე ვფიქრობ ხალხს ჩვენ თანამოქალაქეებს ჩვენ მეგობრებს ჩვენ მეზობლებს ჩვენ მოყვარულ ხალხს და საქართველოს მოსახლეობას აინტერესებს გაერკვა უკვე რა დაერკვა სახელი ავსავი და კარგს კარგი ну კარგი შეიძლება არ თქვა კარგად მაგრამ ავი რომ ავია გურამიშვილის არ იყოსავს თუ ავი არ უწოდე კარგ სახელად რა დავარქო ეხლა მოთხოვნება არის ჩემი აზრით რომ როგორ ვიფიქროთ ერთად როგორ გამთავისუფლდეთ იმ უბედური შემთხვევისაგან რომელიც დაგვემართა ჩვენ გენერაციას ამისკენ უნდა იყოს ალბათ ჩვენი განზრახვაც ჩვენი მთავარი ამოცანაც ჩვენი გულის წადილიც მიმართული იქით და ფიქრი რა თქმა უნდა და გონი როგორ გამოვიდეთ იმ უსკრულიდან რომელსაც რო ვიძახით რო უპრუს პირას კი არა ვარ მაგარი ჩაჩეხილები ვართ ეხლა როგორ ამოვბობღდეთ იქიდან ამაზე არის ჩვენი გამეცადინებული და კონცენტრირებული ჩვენი ყურადღება მთლიანად. რატო აი ზუსტად აი მაგ შეკითხვა დასვიხე შენ, რომელიც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი შეკითხვაა, როგორ? და ძალიან ბევრი მიფიქრია ამაზე. მე ჩემი მოსაზრებები მაქვს თუ როგორ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვარიანტები არ არის აქედან გამოსასვლელი, შეიძლება და ერთი იყოს, შეიძლება ისე ვთქვათ, ნახევარი. აი მე ვფიქრობ, მე კი მაქვს ჩემი ვარიანტი, რომელიც მithქვია დაუშვა და ამას ვფიქრობდი 7 ნოემბრის მერე, მაგრამ დღესაც პრინციპში ამას ვფიქრობ და ამაზრზე ვარ, იმიტომ რომ ავტორიტეტი რომელზეც მე ამ სიტუაციიდან გამოსვლა სჭირდება ავტორიტეტი, მოდი ესე ვთქვათ, ადამიანი და ავტორიტეტი, რომელსაც ორივე მხარე წევს პატივს, ასე თუ ისე. ხო? ამ სიტუაციიდან რომ გამოვიდეთ, მე ესე მგონია, ჭირდება კაცი, პრინციპში ავტორიტეტებს ესენი მაგიტომაც ებრძვიან და თავიდან ბოლომდე მაგიტომაც არის ეს გაყოფილი აქეთ ამხარეთ და იქით ამხარეთ, რომ ის შუაში ის ავტორიტეტი მოსპონდა აღარ დარჩეს და უშოთ, რომელსაც ორივე მხარე ენდობა და ორივე მხარე ლოიალურად არის განწყობილი. აი რაღაც ავტორიტეტი ამ ქვეყანაში მე მგონია ყველაზე უფრო უმნიშვნელოვანესი და საერთოდ იძახიან ამაში რომ დაუშვათ აი ნურევთ ამ მოვალეობა არ არის მისი პოლიტიკაში ჩარევა და ასე შემდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არ არსებობს ყოველთვის სულიერი ლიდერები საქართველოში
იყო არ აქვს დროს მნიშვნელობა აი ესეთ საშინელ ჩიხურ სიტუაციაში რაღაცას თავის თავზე იღებდნენ და რაღაცა განათებული სანთლით მიყავდა დერი გადასარჩენად ხო მე ესე ვხედავ სიტუაციას და მაშინაც ესე ვუყურებდი ეხა 2007 წელს 7 ნოემბერი რომ მოხდა და მეორე დღეს რომ მივედი ოპოზიციის შეკრებაზე მე დავინახე რომ დაღუპულები ვართ და იმიტომ რომ ვიჯექი იმ შეკრებაზე, იმიტომ რომ ნახე რაც ხდებოდა, იმიტომ რომ უკვე პრეზიდენტის არჩევნები დანიშნული იყო და რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა აქეთა პლანზე ვიცი, ნუ იქით ხელისუფლების პლანზე, აი ხა რაც ხდებოდა ისედაც ყველა ვიცით ყოველთვის, ამასთან დაკავშირებით და არაერთხელ მithქვია, რომ გავარდი გიჟივით აცრემლიანებული პატრიარქთან. გავარდი საპატრიარქოში მივედი საპატრიარქოში და რომ დავინახა უწმინდესმა რომ ესე დღეში ვარ და რაღაცა გამიყვანა დამსვა გვერდზე რა გჭირსო და უთხარი ესეთი რაღაცა მიუხედავად იმისა რომ ლევანი იყო ერთ-ერთი კანდიდატი ხო მიუხედავად ამისა და რეალური კანდიდატი ვიგრძენი იქ რომ საშინელ დღეში ვიყავით იმიტომ რომ როდესაც ვებრძვით ერთ რაღაც საშინელებას რასაც ქვია სახელი და გვარი ყველა მეცი და აღარ ვინდა გამიმეორო და იქ აქეთა მეორე მხარეს 5 კანდიდატი ანუ შენ იმას არ ებრძვი შენ იბრძვი შენი რაღაც ეს დავინახე მე რომ შენ უკეთესი მომავლისთვის შენი პირადი და არავით არის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის იმიტომ რომ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის რო გვებრძოლა მაშინ იქნებოდა ერთი კანდიდატი და ერთი კანდიდატი დაუპირისპირდებოდა მეორე კანდიდატს და ძალიან დიდი შანსი იყო იმისი რომ გაგვემარჯვებინა ეს რომ დავინახე მივარდი და უთხრა გამორიცხულია მეთქი 5 კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან და 5 კანდიდატი ისევ გაიმარჯვებს ეს კანდიდატი მეთქი იმიტომ რომ აი ესეთი რაღაც ხდება ოპოზიციაში მეთქი და დაფიქრდა და მეთქი ესეთი სიტუაცია იყო მეთქი უწმინდეს მისმინა და სადმე იყო ანალოგიური სიტუაციაო მკითხა და მე ვუთხარ ესეთი სიტუაცია იყო მეთქი კი კიპრზე მეთქი როდესაც თავი კათოლიკოს პატრიარქმა ჩაიბარა ეს სიტუაცია რაღაც დროით მაგი ვუთხარი რაღაც დროით იქნებ მეთქი ჩაიბაროთ თქვენ ეს სიტუაცია რომ გამოგვიყვანოთ ჩვენ დავწყნარდებით დავმშვიდდებით ყველას აზრს მოვისმენთ მედია იქნება თანასწორი ანუ დაჩქარებით არ მივიღებთ გადაწყვეტილებებს და აი ამ შვიდად სიტუაციაში რომ ის იმათაც არ შეეშინდებათ რომ ვიღაცა კვას ესვრის და ვიღაცა შურის ძიებას დაიწყებს და ასე შემდეგ და თქვენ პირობებში ერთადერთი ადამიანად მიმაჩნი ხართ მეთქი ვისაც შეუძლია ეს სიტუაცია დაალაგოს მეთქი და მაშინ ნუ მქონდა ისეთი გადაწყვეტილება ჩემს გარდა თურმე სხვასაც ქონია ეს აზრი და მივიდნენ და უწმინდეს უთხრეს ამის შესახებ მაშინ უარი თქვა განაცხადეს პირდაპირ არ მითხრა დავფიქრდებიო მაშინ მითხრა მაგრამ იმ ადამიანებს მე რომ მივიდნენ ნუ მაშინ უთხრა რომ არა ვარო ამისთვის მზათო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მაგრამ რა მზათაც არ უნდა იყოს როგორც არ უნდა იყოს მე ვიძახი ხა უწმინდესზე ხანდახან ნიძახია რომ აი ნუ ერევა პოლიტიკურ სიტუაციებში და ნუ ერევა ამ მე არ ვთვლი რომ ის ვალდებულია მისი მოვალეობაც არის რომ ჩაერიოს ამ რაღაც საზიზღრობაში რასაც ჩვენ აღმოჩნდით რომ როგორც რაღაცნაირად გამოგვიყვანოს რაღაც სანთლით თუ განათებით თუ რაღაცით ამ სიტუაციიდან რომ დავიწყოთ ახალი და ერთადერთი ადამიანი მიმაჩნია ეგ ვინც ამ სიტუაციას შეიძლება დაალაგოს დააწყნაროს ერთმანეთის ჯოხების და ქვებისროლა რო არ დაუწყოთ და გადავიდეთ ახალ ეტაპზე ჩვენ ცხოვრებაში და რა მოხდა ამაში რა არის ეხა დაუშვეთ იმაში რომ ეს ხო ჩვენ ქვეყანაში ხო აღარ არის პოლიტიკა ეს პოლიტიკა აღარ არის მითხრა ეს პოლიტიკაა საერთოდ რაც ხდება აი რას ფიქრობ შენ ამ პოლიტიკას ხო კი არა ამდენი ხანია გაცდა ჩვენი ყოფა პოლიტიკის გარეთ ცხოვრობს გარეშე ცხოვრობს უბრალოდ ნუ ეხა პოლიტიკა ისეთი ცნება სიბრძნის დარგია ხო ალბათ და მისდევენ ამას ხალხის სწავლა-განათლებას იღებენ, ერთვებიან, იზრდებიან ამ საქმიანობაში, მიაღწევენ რაღაცა გარკვეულ ასაკს, დაბრძენდებიან, მერე შეიძლება სახელმწიფო ბერკეტი ჩაიბარონ უკვე სიბრძნით და გამოცდილებით აღსავსემ და შეერაღებულმა ხალხმა. ჩვენთან ესე არ მოხდა, ხო, რაღაც თაობები ამოგდებული სათვალავიდან, თაობრივი კონფლიქტიც მოხდა, რატომღაც არ ვიცი, აი არანაირი ამის საჭიროება რომ არ იყო, რომ გამოცდილებას ყოველთვის აქვს თავისი ფასი. მაგრამ
გაცდა რა თქმა უნდა ამ პოლიტიკას თუნდაც იმიტომ რომ მშვიდობიან პროტესტანტებს როცა გუნდ-გუნდად დაუწყებ ძვლების მტრევას, გვემას, პოლიტპატიმრები 100-მდე თუ 100-ზე მეტი არ ვიცი ხა ზუსტად რაოდენობა, მაგრამ ძალიან დიდი რაოდენობა ესა. რა თქმა უნდა მონახავენ იმ მიზეზებს რომ არ დაერქვას პოლიტპატიმარი და თქვა რაღაცას ან ჩაუდებენ ან როგორც დაოსტატებულები არიან, რაშიც არიან პროფესიონალები, ამას ვერ დაუკარგავ, რაღაცებს ჩადებებში, დაბრალებებში და ასე შემდეგ.